ერთი მაგრად გამარჯობა, მე გიორგი სარალიძე ვარ, თქვენ უყურებთ სჯაბაას და ჩვენი სტუმარია გიორგი ჩანადირი. მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. პირიქით მადლობა რომ ჩათვალისწინეთ ჩემი აღყოფნა და გისურვებთ წარმატებებს, ძალიან გამიხარდა თქვენნაირი არხი რომ გამოჩნდა YouTube-ზე და ის საქმე რასაც თქვენ აკეთებთ ნამდვილად საჭიროა ქართული ცეკვისთვის, მომავალი თაობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს საქართველო. ამიტომ მადლობა ყველაფერს. ჩვენ კი უკვე ცოტა ისე არაფორმალურ გარემოში გადავიკვეთეთ, თუმცა სჯაბაას ტრადიციულად უფლის სადიდებლით ვიწყებთ ხოლმე და დიდება უფალს. მშვიდობა მთელს საქართველოს და სრულიად სოფლიოს. დიდება უფალს, მშვიდობა საქართველოს და ღმერთმა მოგცეს მშვიდობა, რომ აი ესეთი კარგი საქმე ვაკეთოთ. გაიხარეთ, ვიცეკოთ, ვიმღეროთ, გადავიღოთ და ეს ყველაფერი მომავალ თაობას გადავცეთ და მივცეთ мотиваცია. იხარე და იცოცხლე. ეხლა მითხარი შენ საიდან იწყებს გიორგი ჩანადირი ცეკვას? მოკლედ ცეკვა 6 წლიდან დავიწყე ცეკვა. ეხლა სანამ ცეკვაზე შევიდოდი, ჩემი სურვილით შევედი რა, ეს მინდა პირველ რიგში ვთქვა. ვიყავი ალბათ 6 წლის არ ვიყავი ჯერ, როცა პაპა ჩემთან ერთად ტელევიზორს უყურებდით უბრალოდ რა. ტელევიზორში გავიდა გადაცემა სუხიშვილებზე, როგორ იმ კონცერტთან დაკავშირებით ლასკალაში რო ქონდა. აჰა. ეს კონცერტი იყო, რომელიც დავინახე და იმ კონცერტში აი ესე ჩოხიანი ბიჭები გადმოხდნენ, ეს ხალხის ოვაციები, ეს ყველაფერი რო ვნახე, აი კადრი რო გახსოვს ბავშვობიდან, რა ზუსტად ეგ მომენტი მქონდა და ძალიან მომეწონა, ძალიან რაღაცა იმოქმედა ჩემზე და მაშინ თქვი სახში რომ მეც მინდა რომ ესე ვიცეკვო, მინდა რომ ცეკვაზე შევიდეთ. პირველი იყო რომ პაპა ჩემა წამიყვანა რკინიგზელთა სახში, მაშინ იყო არსებული ანსამბლი, სადაც მითხრეს რომ პატარა ვიყავი რა. 5 წლის არისო, ჯერ რომ პატარაო, წაიყვანეთ და მერე მოიყვანეთ. 6-ის რო გავხდი უკვე სკოლაში შევედი და სანზონაში იყო ელმაოშენებელი ქარხანა, ეხლაც არის. ხო. და ელმაოშენებელ ქარხანას ჰქონდა დარბაზი და იმ დარბაზში მოღვაწეობდა ასეთი ანსამბლი ზარზმა. ხელმძღვანელი იყო ზურაბ გოდიშვილი. და მანდ მიმიყვანეს, მერე დედაჩემა უკვე მიმიყვანა და პირველი რეპეტიცია იყო, უნდა დავსწრებოდი მე ამ რეპეტიციას. შტაბეჭდილება როგორ შემექმნებოდა, იმის მიხედვით მერე ვიტყოდი ან დავრჩები, მინდა ცეკვა, ან არა, აი ესე პატარა ბავშვი რაღაც შეჩვევის დამსვეს დარბაზში. სხვათა შორის, აი მანდ რო დავჯექი და რეპეტიციას ვუყურე, იყო ჩემთვის ძალიან ისეთი რა, იმედგაცრუება, რა მხრივ. რომ მე ეს ქართული ცეკვა მეგონა ის რაც იქ ტელევიზორში ვნახე. აჰა. რომ მე ხა იქ დამსვეს და გადმოხტებოდა ვიღაცა ჩოხიანი ხანჯლით. კონცერტი მეგონა, მაგრამ ხა წარმოდგენაც არ მქონდა რომ იქ შეიძლება ელასტიკები ჩაგვეცვა, კამარი გავეკეთებ. დავდგარიყავით ხაზში და რაღაც ცერებზე აწევა. არც ვიცოდი ეს თუ საჭირო იყო საერთოდ ქართულ ცეკვაში რომ ცერზე აიწიო ასე. და მერე თან დავინახე რომ მასწავლებელი აი ესე მკაცრად ატარებდა რეპეტიციას და როგორც კაცრად რა, როგორც უნდა ჩატარდეს რეპეტიცია, რომ წერი უნდა გაჭიმო, თავი მაღლა, ასე შემდეგ და სიმართლე რო გითხრათ, ჩამოგენგრა მთელი წარმოსახვა, რაც ჰქონდა. ხო, მაგრამ ხათრიანი ბავშვი ვიყავი ბავშვობიდან. და რო დამთავრდა რეპეტიცია და მასწავლებელი მოვიდა ჩემთან, შემეკითხა, აბა რა შვებიო, იულიო დარჩებიო და უარი ვერ უთხარი. უარი მინდოდა რომ მეთქვა, მაგრამ ვერ უთხარი უარი. კიდე კაი. ხო და შემდეგ რეპეტიციაზე უკვე მივედი. და დავიწყე ასე რომ ვთქვათ, ფეხის ადგმა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ზარზმაში. სადაც ხელმძღვანელი იყო ზურაბ გოდიშვილი, მინდა ვისარგებლო რა თქმა უნდა თქვენი გადაცემით და
ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ზურას. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ძალიან ამაყობს, როცა შენ შემოქმედებას ხედავს დღეს სცენაზე. გაიხარეთ, მადლობა. იმიტომ რომ მე სხვა მასწავლებელი არ მყოლია. იყო ზურა გოდიშვილი, იყო ანსამბლის ზარზმა და ანსამბლის ზარზმადან პირდაპირ მივედი მე სუხიშვილებში. და ზურა გოდიშვილმა ძალიან დიდი როლი შეასრულა, როგორც ჩემს სწორედ აღზრდაში, ის რომ მე სწორედ გამართულად მეცეკვა, თუნდაც ის მუხლზე დაცემა პირველად სწორედ მესწავლა. და შემდეგ უკვე იცით რა არის, როცა ქორეოგრაფი ხარ, მაშინ ხვდები, რომ ძალიან ბევრ საკითხში ჭირდება მოსწავლეს გვერდში დგომა. როგორც განვითარების, ფიზიკურად რომ ანისწავლოს ცეკვა. მე უკვე დროთა განმავლობაში, როცა იზრდება, იქ ფინანსური საკითხებიც იჩენს ხოლმე თავს რა და მოკლედ ჩემი ქორეოგრაფი ყველანაირად მედგა გვერდში. თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, შეღავათების თვალსაზრისით, ფიზიკური განვითარების, რჩევების, დარიგების, მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ არა ის, მე სუხიშვილებში ვერ ვიცეკვებდი. ამას ვამბობ 100%-იანი სიზუსტით. რამდენი წლის იყავი რომ მოხდი სუხიშვილებში? სუხიშვილებში მივედი, სკოლა რო დავამთავრე, თუ სწორედ მახსოვს 18 წლის ვიყავი, რომ სუხიშვილებში მივედი. და აი 18 წლამდე ნუ იქ იყო ბევრი ანსამბლები. თან ჩემი პირდაპირ მიზანი იყო, რომ აუცილებლად სუხიშვილებში მინდოდა მოხვედრა. აუცილებლად, აი რატომღაც, ნუ ბავშვობიდან ვუყურებდი. ლასკალას ვიდეო გაქვს ჩარჩენილი გონებაში. ვიდეო მქონდა ნანახი და ნუ ასე რომ ვთქვათ, სხვა ანსამბლი ყველას დიდი პატივისცემა ჩემგან და ყველას დიდი სიყვარული და რა ვიცი, რაც უფრო ბევრი ანსამბლი გვეყოლება წარმატებული, ეს ძალიან მიხარია მე და ყველა ანსამბლს ძალიან დიდ პატივისცემს, ძალიან მიყვარს. მაგრამ აი სუხიშვილები რატომღაც ჩემ გონებაში ისე იყო, რომ იქ მინდოდა აუცილებლად მოხვედრა რა და მადლობა ჩემს ქორეოგრაფს კიდე ერთხელ. ჩემ განვილი გზისთვის, ჩემ გზაზე დაყენებისთვის და იმისთვის, რომ დღეს სუხიშვილებში ვცეკვავ და თუნდაც დღეს აქ რო ვზივარ და თქვენ გისაუბრებთ. ისე საინტერესო რაღაცა თქვი. მუხლებს შეეხე შენ თვითონ ხარ, რაც ნუ ერთ-ერთი საკმაოდ გამორჩეული გაქვს და აი რა ვიცი, რითიც პირველი შეიძლება გაიხსენო გიორგი ჩანადირი არის ის სასწაულები, რასაც მუხლებზე აკეთებ. და აი სიძახი რომ დავიწყეო თავიდანვეო, სწორად დაცემაო მუხლებზე. აი მაგაზე რომ მითხრა, აი რამდენად მნიშვნელოვანია მანდ მასწავლებლის სწორი მიდგომა, ჩართულობა, აი ხო ხვდები? კი ბატონო. მუხლებზე რა. ეს არის ნუ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მით უმეტეს ბავშვობიდან როცა იწყებ შენ რაღაცას, გარკვეული ასაკიდან, პირველი ახსნა, პირველი მასწავლებელი თამაშობს ძალიან დიდ როლს. იმიტომ რომ შენ თუ არასწორად დაიწყე დაცემა, იქ ტრამვის რისკი რა თქმა უნდა იზრდება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ არის მარტივი, ანუ ქართულ ცეკვაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრამვული საკითხი, ყველაზე უფრო აი რთულად ასახსნელიც და გასაკეთებელი საკითხიც არის აი ამ ტრიუქს, რასაც ვეძახით. და ჩემ ქორეოგრაფმა ძალიან დეტალურად, აი მახსოვს, დღესაც კარგად მახსოვს, როგორ მიხსნილა მუხზე დაცემას. ნუ ჯერი ატაკს უნდა შეეხოს ტერფი, ცერი, მერე რბილად მუხლი და კუსლებზე ბოლომდე დაждე და როგორ ზამბარა წამოხტე და ეს არ არის რომ უბრალოდ დახტე მუხლებზე და ის კაუჩუკი ამოგაგდებს რაც მუხზე გიკეთი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ნუ ჩემ ბავშვებთანაც რა თქმა უნდა ვიყენებ, სწორედ ახსნა მუხზე დაცემის, ბავშვი იცავს ტრამვისგან და ბავშვს ეხმარება, რომ სამომავლოდ უკვე თუ სურს, რომ ამ კომპონენტში კარგად გამოსდიოდეს, მოკლედ რომ ვთქვათ, ამის გაკეთება, აუცილებელია სწორი საბაზისო ცოდნა. იმიტომ ამის გარეშე ტრამვების რისკი იზრდება და ამის გარეშე ვერც გააკეთებ. არ გამოგივა. ახტები რაღაც დონეზე გამოგივა, მაგრამ ისე არ გამოგივა, რომ შენ ამას კარგად აკეთებდი. და შენი უშუალოდ მე უკვე აი ნახე რა მინდა კითხვა. მუხლები და ვაინოი. ჰაერში 2 ტრიალი, სწორად რო თქვა გამოგივა. მე პირველად ვნახე, შეიძლება მანამდე ყოფილა, არ ყოფილა, არ ვიცი, მაგრამ მე პირველად ვნახე შენი ნაცეკვი მუხლებიდან, რომ ვიღაცა უცებ ვაინოის აკეთებს და ისევ მუხლებზე ეცემა. ვა, ეს რა ხდება, რა მაგარი რაღაცაა და აი საიდან მოდის უკვე შენი პირადი განვითარება თუ არსებობს მანამდე იყო ეგეთი ვისაც სიტყვაზე ინსპირაცია დაიღერო მიგებაძა და გადმოგეღო მიხლი.
ნუ მოკლედ სანამ მუხლებიდან დვაინოისთან მივალ ის მინდა ვთქვა რომ აი ბავშვობაში როცა მე მუხზე დაცემა სწორედ მასწავლეს და ამას გემოგაუგე ისე შემიყვარდა და იმდენად აზარტულად ვარჯიშობდი ამაზე რომ ეს არის ჩემი აზრით მთავარი გასაღები იმისა თუ იმის შემდეგ უკვე რაც გავაკეთე დაცემა ადგომა აი კონკრეტულად უბრალოდ პირველი რაც არის დაცემა ადგომა ამას ვაკეთებდი ძალიან ბევრს პირველი ბორი ესე რომ ვთქვა, ნუ შეკრება, როცა ანსამბლს ჰქონდა ქობულეთში. იქ ჰქონდა რეპეტიციები და რეპეტიციის შემდეგ უშუალოდ სასტუმროს დერეფანში ვიდექი და ვარჯიშობდი ამაზე. დაცემა ადგომა დღეს შეიძლება გამეკეთებინა 200 ცალი, 300 ცალი გაუჩერებლად, სულ ამაზე ვმუშაობდი. და ამან შემდეგ უკვე გამოიწვია ის, რომ დაცემა ადგომა ჩემთვის პრობლემას აღარ წარმოადგენდა არანაირს. რაც შეეხება ხა შეიძლება ახსენე დაცემიდან ორმაგი ბრუნი. ეს გამომივიდა შემთხვევით. ამაზე აი კონკრეტულად არ მიფიქრია რომ მე უნდა ეს გავაკეთო. არც ნახი არ მქონდა არსად. არც კონკრეტულად მაგაზე არ მივარჯიშია რა სიმართლე რომ გითხრათ. ეს გამოვიდა ჩემ პერიოდში სამუხლეები მქონდა ხოლმე მათემატიკა სამუხლეებს ვეძახიან რა. ოთხკუთხედი სამუხლეებია დაზოლილი ერთი ფენა მოკლედ არ არის კარგი ის GPI-ის სამუხლეები არ არის. GPI-ის სამუხლეებზე მე წარმოდგენაც არ მქონდა, არ ვიცოდი თუ არსებობდა საერთოდ ეგ სამუხლეები რა. ნუ ჩემ ბავშვობაში ეს უფრო ალბათ სუხიშვილებმა იცოდნენ, მათმა იცოდნენ ვის უფრო ცოტა ესეც ეგვავდნენ რა და სულ ამ ყველაფერს ვარჯიშებს ვაკეთებდი იმ მათემატიკას სამუხლეებით. იმ პერიოდში ეს იყო. ერთხელ რაღაც რეზინებია თან ხო? ხო, რეზინებია, მაგარი, ნუ იმაზე ხო დღეს უკვე აღარ აკეთებ. სეუ იყო ესეთი ანსამბლი. სეუს უნივერსიტეტის ანსამბლი. ხო და ერთხელ იყო უბრალოდ რაღაც თუ სწორედ მახსოვს გასტროლზე მიდიოდნენ. სადღაც და რაღაც მომენტში ერთი რეპეტიცია დასახვა, აი ესე მივედი. რომ საჭირო იყო იქ ტრიუკები, რაღაცებს გაკეთება და ამის გამო მივედი იქ. ერთი რეპეტიცია მხოლოდ რომ რაღაც გადაღება იყო და იმ გადაღებაში მიმეღო მონაწილეობა. სეუში მონაწილეობა არ მიმიღია როგორც ანსამბლში, უბრალოდ იმ კონკრეტულ გადაცემაში. და იქ ნუ გამოცდილი მოცეკვავეები დამხვდნენ. მე მაშინ პატარა ვიყავი, ვამბობ ალბათ 16 წლის ესე ვიყავი და იქ უკვე დამხვდნენ ისეთი მოცეკვავეები, რომელსაც სუხიშვილებშიც ჰქონდათ ნაცეკვი, ზოგს ერისიონში ჰქონდათ ნაცეკვი და უკვე გამოცდილები იყვნენ და ეს ჩემი ილეთები რო გავაკეთე, მე უბრალოდ მკითხეს რომ რა სამუხლე გიკეთიაო და ეს სამუხლე რო გადავიწიე და ნახეს ის მათემატიკა სამუხლე ხო რომ ამაზე როგორ აკეთებ როგორ ეცემიო ესე ისეო და გამომიტანეს ის GPI-ის სამუხლეები ის GPI-ის სამუხლე დავიდე და აბა მოსინჯე ვნახე როგორი არბილი არის და ისე მე სიამოვნა რომ დავეცი სულ აბსოლუტურად სხვა ის მქონდა თუ ხდებოდი ამ ხელაზე მუხლიდან მე ავხდი ამ ხელაზე და იქ რო გავაკეთე უკვე გადაღება მოვიდა რაღაცა გაეწყო სრულიად შემთხვევით რომ დავეცი იმ ხელაზე ავხდი რომ იქ ექსპრომტად გამომივიდა მაგის გაკეთება მოიცა იქ მოხდა პირველად ეგ ამბავი და ეგ ამბავი პირველად და ემოციები მაინტერესებს ხების ხო ხებს ძალიან გაუკვირდათ და მე მეუბნებოდნენ რომ ეს ნუ რაღაც გამოყადა მაგრამ მე ვერ მივხვდი იცი აი ხო რა რაღაცა ისეთი გააკეთეო რაღაც გააკეთეო და ამის შეგრძნება არ მქონდა იმ მომენტში მეგონა შევედი ჩვეულებრივად ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და გამოვედი. მაგრამ მე რო ამიხსნეს, იცი რა გააკეთეო, ეს გააკეთეო, მე მივხვდი რა და უფრო დავიწყე ამის კეთება. მაშინ სუხიშვილებში არ ვიყავი. იმის მერე გავიდა დრო და მე უკვე მივედი სუხიშვილებში. აუ ძალიან სრულიად შემთხვევით დაიბადა, ესე იგი ეგ მაგარი. შემთხვევით დაიბადა. მაყურებელმა უკვე ნახა ეს კადრები დაწუნებული და ანუ აი ხო გაქნარხე ყველა საქმე ადგილი და დაფრინავს იმენა მუხლებიდან რა სასწაული რაღაცა არის მართლა. ბატო ძალიან მაგარია და სრულად შემთხვევით რომ ეგეთ იმასთან მიხვალ აი უი რა მაგარამეს ვაკეთე სიგიჟია თონო იმ კაუჩუკებმა იმოქმედა მაგრამ მე უკვე სამომავლოდ მესე გავიგე რომ მე არ ვარ პირველი ვინც ეს სუხიშვილებში გააკეთა. ნუ ბევრი ასე მეუნება ხოლმე მაგრამ გამიგონია რომ იყო სუხიშვილებში ზვიად იოსავა თუ სწორედ ვამბობ
რომელსაც აქვს ნათქვამი, რომ ეს გავაკეთებ, სადღაც მოვისმინე. ხო, მე ვიდეო არ მაქვს ნანახი. თუ კადრები არსებობს უეჭველია. ხო, შეიძლება არსებობს, უბრალოდ მე არ მაქვს ნანახი, მაგრამ არ მინდა რომ ისე გამომივიდეს, თუ არ არსებობს ფიზიკურად პირველად არა, მე ჩემი შეფასება გითხარი, იმიტომ რომ მე პირველად შენთან ვნახე ეს, შენი შესრულებით ვნახე. რა ხდება კარნეგი ჰოლში? როგორია იქ? ცეკვა, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ლასკალა, რომელიც შენ აღნიშნე, რომ უყურებდი და ვა და რა მაგარი იყო და ასევე ერთ-ერთი ძალიან გახმაურებული და გამორჩეულია ეს კარნეგი ჰოლში ცეკვა. სადაც რობერტ დე ნირო და რაღაცა მთელი ამბები მოყვა მერე ამას და სხვა შორის ლიკოს ძალიან მაგარი კომენტარი რაც უმაგრესად მომეწონა რომ თქვენ ჩვენი მეორე საყვარელი მსახიობი ხართო პირველი ბაბუა ჩემი არის აი უმაგრესი რაღაცეები უთხრა და our favorite artist second legendary second favorite you know who is first my grandpa who როგორია მან დასრულებთან ეს სოლო პარტიებს. კი. ნუ მოკლედ, როცა გავიგეთ სუთავიდან, რომ ჩვენ ამ სცენაზე უნდა გამოსულიყავით, ეს ემოციების დაგროვება მაშინ დაიწყო უკვე. რომ აი ზუსტად სხვათა შორის გავაიგივე, რომ მე ლასკალას კონცერტი ნანახი მქონდა და ამ ანსამბლისში ჩემი ყოფნის პერიოდში აი ძალიან რაღაცნაირი ისეთ სურვილი მქონდა. ჯერ ისედაც სურვილი მქონდა, რომ აი ანსამბლს ლასკალაში რო აქვს გამოსვლა. და ესეთი ოვაციებით და ესეთი ისტორია აქვს დაწერილი, კიდე მინდოდა რომ ეს რაღაცა გამეორებულიყო. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ სადღაც რაღაც მსგავსს გაიმეორებდა ეს ანსამბლი, მაგრამ ნუ ეს თუ მოხდებოდა იმ პერიოდში, როცა მე ამ ანსამბლში ცეკვავდი, ნუ ცოტა ისეთი არა დაუჯერებელიც არის, ძალიან სასიამოვნოც არის, საპასუხისმგებლოც რა თქმა უნდა, როცა ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი ხარ. ყველაფერთან ერთად უზარმაზარი პასუხისმგებლობა არის. დავიწყეთ ძალიან დიდი შრომა, გავაგრძელეთ უბრალოდ რა, მაგრამ განსაკუთრებით გააზრება დავიწყეთ თუ რა სცენაზე გავდიოდით, ვინები გამოსულან ამ სცენაზე, რა დონეზე გაგვაქვს არა მარტო ჩვენი ცეკვა, ჩვენი ქვეყნის სახელი, სად უნდა გავიტანოთ საქართველოს სახელი. სად უნდა თქვან, რომ აი ქართული ანსამბლი ჩამოდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვისაც, თვითონ ანსამბლისთვისაც, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ რო გავდივართ, ჩვენს ნაშრომთან ერთად გაგვაქვს საქართველოს სახელი. რა თქმა უნდა. და ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო, რომ შენი ქვეყანა წარადგინო ღირსეულად. რაც შეეხება უშუალოდ ემოციებს, კონცერტის ემოციებს. აი დაუვიწყარი ემოციები იყო, იმიტომ რომ ზეკარით დაიწყო ეს პროგრამა. ზეკარის შიშიც მქონდა, რომ აი რომ დაიწყება რა მოხდება. იცი როგორ მოგმოცეკვა ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და ამას ვაქცევთ ყურადღებას, ნუ მაინც რაღაცნაირად მოქმედებს, მაყურებელი როგორია. აი ამას ვამბობ ხოლმე. აი რომ შედის პირველი ცეკვა, გამოდის, შეიძლება ვიკითხოთ, რომ როგორი მაყურებელია. ნუ არის რაღაცეები, რომ უნდა მაყურებელი გამოყვეს, ნუ და რომ დაიწყოს ზეკარის ხო ემოცია. განსხვავებული მაყურებელი აქვს ყველგან და ამიტომ ვამბობ. ზოგი სხვადასხვანაირად გამოხატავენ. ზოგი ჩუმადზის მთელი კონცერტი და გიყურებს, რაღაცებს აკვირდება, სასიამოვნოა ესეთი მაყურებელიც. ყოველთვის კარგ მაყურებელში არ გულისხმობ, რომ უნდა ინგრეოდეს დარბაზი და რაღაცა ტაში და ოვაციებით ინგრეოდეს. არა, კარგი მაყურებელი არის ისეც, რომელიც აი დაკვირვებით გიყურებს, გასუსულია, განაბულია და აკვირდება. ესეც შეიძლება კიდევ უფრო კარგი მაყურებელი. მაგრამ აი კარნეგი ჰოლში რო დაიწყო ზეკარის მუსიკა, უცებ დაინგრა, აფეთქდა დარბაზი. წამიერად, აი მართლა ჩვენ თან კულისი არ აქვს ამ სცენას და სანამ ზეკარზე უშუალოდ მასაზე შევალთ, ჯერ შევედით სცენაზე. შევედით და დავდექით, რომ უნდა დავიწყოთ და აი ამ შესვლის მომენტში ისეთი აფეთქება იყო დარბაზის, ისეთი ტაში იყო, რომ უკვე ვიგრძენით, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივიდა. ჩვენს გაგვიორმაგდა ძალაც, ემოციებიც და მოკლედ ძალიან კარგად ჩაიარა საბოლოო ჯამში კონცერტმა რა, ძალიან კარგად და ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე მეც ვიყავი ამ დიდ ანსამბლთან ერთად. მოდი იმას შენც გითხავ. შეიძლება უცებ სუხიშვილად, მე როგორც ვიცი, შეიძლება უცდები და მითხარ.
უცებ იყო ძალიან ელიტურ ესე ვიტყვი საზოგადოებაში დილით სიტყვაზე და ღამით მოხვდეთ ღამის კლუბში და იქაც ცეკვა გქონდეთ რაღაც რეივერ ხალხში. აი ეს მაყურებლის სხვაობას რახან შენ თვითონ შეეხე. როგორი არის აი საერთოდ მაყურებელს რა მნიშვნელობა აქვს მოცეკვავისთვის? როგორ განსხვავდებიან მაყურებლები და როგორ მოქმედებს ეს მოცეკვავეს? მოკლედ ეგ როგორი საკითხია, იცი? ეს კლასიკური სწორედ აღნიშნე ხა შენ, ხო, ჩვენ გვიწევს როგორც კლუბურ ვარი ვერსიებში გამოსვლა, ასევე სცენებზე იქნება ეს კარნეგი ჰოლი, ფილარმონია თუ ნებისმიერი ესეთი სცენა, მაგრამ თავარი არის ის საქმე და ხაზი, რასაც აკეთებ, შეიტანო იქ, სადაც შედიხარ. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რო კარნეგი ჰოლში შევედით, კარნეგი ჰოლში არ ამგონია ვიღაცამ შეძახილი დაიღვიროს, ხო? და ვიღაცამ რაღაცა ის ცეცხლოვანი ილეთი შეასრულოს უხეშად რო თქვა გიჟურად. იქ სხვა კატეგორიის ხალხი ზის, რომელიც უსმენს ნუ კლასიკურ მუსიკას, ასე რომ სხვადასხვა დარბაზში, არა მარტო კარნეგი ჰოლში. მაგრამ შენ როცა ასეთ დარბაზში შეხვალ და იქ დაიწყებ მორგებას იმ კლასიკურ საზოგადოებას, შეიძლება დაიკარგოს შენი ის ფასეულობა, რაც შენი. აი ეგ როგორი საკითხია, იცით, მე შემიძლია ესეთი რაღაცა გითხრათ რა. ძალიან მიყვარს Deep Purple. ეს არის ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც იყო ინოვატორი, ჩაატარეს ერთ-ერთი პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად, როკ ჯგუფმა. ეს არის ძალიან ისეთი საკითხი, რომ ხო, ნუ როკ ჯგუფი მანამდე არ ითვლებოდა აი ესეთ რაღაცა როკი ვიღაცისთვის არის ჯაგაჯუგი. მაგრამ Deep Purple შევიდა კონსერვატორიაში, სადაც ისეთი ხალხი ის რომელიც კლასიკურ მუსიკას უსმენს და ეს თავისი როკი ამ კლასიკური მუსიკასთან ისეთი სინთეზი გააკეთა, რომ დაინგრა იქაურობა. დაინგრა. მაგრამ შეიძლება მე ჩაატარეს ისეთი კონცერტი, სადაც აბსოლუტურად როკმენები იყვნენ და უფრო გიჟური საღამო იყო. მაგრამ ხასიათის განსხვავება არ ნიშნავს იმას, რომ იქ რაღაცა პროფესიონალიზმი აკლდება. ის ხარისხი შენ შეგიძლია დადო როგორც კლუბში, ზუსტად იგივე ხარისხი შეგიძლია დადო კარნეგი ჰოლში და სხვადასხვა დიდ სცენებზე. მაგრამ თავარი არის ის, რომ კარნეგი ჰოლში შეიტანო ის შენი ქართული სული, ის შენი თავისუფალი განწყობა, რამაც უნდა გააგიჟოს დავარცხნილი მაყურებელი. აი დავარცხნილი მაყურებელი უნდა გააგიჟო რა, მოკლედ რო გითხრათ რა. ის უნდა გადმოვიდეს შენ ყაიდაზე. ხო, ეგ არის ჩემი აზრით, ხო რა. ეგ არაფერი ის არ არის სხვაობა, რომ სადღაც ვიღაცა რაღაც კლასიკურს უსმენს, კი ბატონო, მაგრამ ჩვენს პროგრამას არც კლასიკური არ აკლია, არც ისეთი არ აკლია, რა ქვია რა. კი. ყველანაირი პროდუქტი არის. ამიტომ კლასიკურზე არ არის საუბარი. თავარი არის გემოვნებიანი მაყურებელი. ანუ გემოვნებიანი. ის კლასიკა იქნება, გიჟობა იქნება, ხმალი იქნება, ხანჯალი იქნება თუ შეძახილი იქნება, გემოვნებიანად როცა კეთდება, ყველა კატეგორიის მაყურებელი გაიგებს. ყველა კატეგორიის მაყურებელი. კლუბშიც და კარნეგი ჰოლშიც. მურო გაგოშიძეზე მითხარი, რომ ჩემი, ბავშვობის კი ბატონო. ინსპირაცია, კუმირი თუ რა ვიცი რაც კი ან დავარქვათ. ესე იყო, რომ კასეტაზეო, თუ დისკზე უყურებდიო მის გამოსვლებსო კონკრეტულად. შენც ასევე ხარ. მე ამას ცალსახად ვიტყვი, მოდი გადაჭრით არ ვსაუბრობ ხოლმე ზოგადად, მაგრამ ამას გადაჭრით ვიტყვი, იმიტომ რომ თუ გინდა იქიდან გამომდინარე რომ კომენტარებში დაგვიწერეს, რომ გიორგი ჩანადირი მოიყვანეთ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაც კატეგორიას ძალიან მოწონს შენი საქმე, რასაც აკეთებ. თუ არის ხოლმე აი პირაჩი მიმოწერები ბავშვებისგან იქნება უფრო სავარაუდოდ. როგორია შენი აი დამოკიდებულება ამასთან რა? ან ისიც მითხარი კიდე მუროსთან, რომელიც შენი კუმირი იყო დღეს მხარდამხარ რო ცეკვავთ და არა მარტო მხარდამხარ მუსიკას. დოლდოლაც. ხო, ნუ მთელი ბავშვობა მუროს უყურებდი, როგორც თქვი, ჩემი იყო ისაბაძი მაგალითი და დღეს უკვე მუროსთან ერთად ანსამბლში ცეკვავ და სხვადასხვა მუროსთან ერთად
და მომიწია იმ პარტიაზე შესვლა და იმ პარტიის ცეკვა, რომელსაც მურო ასრულებდა, ხო? და ეს ძალიან საპასუხისმგებლოც იყო. მაგრამ სხვათა შორის საპასუხისმგებლობასთან ერთად არ მინდოდა ჩემზე ამას ისე ემოქმედა, რომ მე აი მიმბაძველობა არ მინდოდა გამომსვლოდა რა. როცა ესე ბავშვობიდან ადამიანს უყურებ გიყვარს ვიღაცას ყოველთვის ბაძავ, მაგრამ მე აუცილებელია რომ რაღაცა საკუთარი თავი ისე იპოვო და მით უმეტეს ანსამბლში როდესაც მიდიხარ შენი თავი ისე გამოავლინო, რომ არ გამოვიდეს ისე რომ შენ იმის პარტიები იცეკო ან ის უნდა ჩაანაცვლო, იმიტომ ხა ეგ გამორიცხულია, როცა ეხა მუროც ეკავს ის ვინმე ჩაანაცვლოს ან ნებისმიერი და მარტო მუროზე არა ნებისმიერის პარტია ვინმე მისე შეასრულოს რომ მე ის ჩაანაცვლოს ან რაღაცა ეგ ვიცოდი რომ გამორიცხულია ეგ და მაგრამ რო პირველად რომ მითხრეს რომ ეს დოლები უნდა იცეკო ძალიან ჩემთვის ის იყო რა თან არ მინდოდა ისეც იყო რომ მუროც ეკავს და შენს მაღალ დონეზე უნდა შეასრულო მაგრამ ამასთან ერთად იყო ის რომ მე მინდა რომ მუსიკაზე ვიცეკო, იმიტომ რომ ჩემ რაღაცებს უფრო შენი ინდივიდუალურად მოახერხებ რა. მაგრამ შენ რა გამოგდის რა გინდა გამოგივიდა. ხო, ნუ მაინც ვეცადე რომ არ ყოფილიყო მუროს არც ერთი ილეთი იმაში, რასაც მე ვაკეთებდი. მაგრამ მაინც ის პარტია რომ დოლები იყო და რაღაც მას მიქმნიდა რა, მცირე დისკომფორტს, მაგრამ კაი იმას შეეხე თემას ახლა არ მინდოდა რომ მიმბაძველი ყოფილიყავიო იმასია და შენ ყავს მიმბაძველები ეხლა ვიდეოც გაჩვენე ინსტაგრამზე და ეხლა მაყურებელსაც ვაჩვენე აი ამაზე რა რეაქცია გაქვს არ ვიცი როგორ თქვა სწორად ეგ ამბავი რომ მეზობელი ქვეყნებიდან სამეზობლოდან შენ პარტიას მოკლედ ერთ-ერთში აკოპირებენ ყოველ შემთხვევაში რა ეს სხვა არაფერზე რო ვილაპარაკოთ ხო ნუ ცით როგორი საკითხია ეხა სასიამოვნო არის როდესაც ესე იგი რაღაცას შენსას აკეთებს ესე იგი მას შენი გაკეთებული მოწონს და იმეორებს ეხა ნუ მეზობელი ქვეყანა არის სხვა ქვეყანაა და როგორ აკეთებს, რას აკეთებს, ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ჩემზე სიმართლე რო გითხრათ, ეხა არ ვთვლი მე რომ იმან თუ რაღაცა ეს იცეკვა, ჩვენ ქართულ ცეკვას ჩვენ ვერავინ ვერ წაგვართმევს. ესე მგონია მე, რაც არ უნდა უცხო ქვეყანამ გადაიღოს, რაც არ უნდა იგივე ფორმა ჩაიცვან, რაც არ უნდა გააკეთონ, ნუ ეს ჩვენია და ის რაღაცას უფრო მგონია რომ ის იმას აკეთებს, იმიტომ რომ ეს მოწონს. ელემენტარული აღწერაში ხაზგასმულიყო რომ ეს არის სუხიშვილები საქართველოსდან არის ბოლო არის რაღაცა ხაზგასმა იმისი რომ იცი რა ეგ მისი არის თორე ჩაწერის შემდგომ ვიდეოს კომენტარებსაც გადავხედე და აღმოჩნდა რომ ქალბატონი ჯეირანის ბრძოლის შემდეგ რომ ეს ცდოა ავტორს მოუწია აღიარება თუმცა რა ფორმით გააკეთა ეს და როგორი კომენტარი დაწერა დასკვნები თქვენთვის მომენტია მუხლებს და ბავშვებს რახან შევეხეთ. ნუ ერთი ეგეთი გეგმა და იდეა გვაქვს რა. ნუ პირდაპირ მინდიას იდეაა ჩემი ცოლისმის. და ადათის ფარგლებში გვინდა ეგეთი პროექტი გავაკეთოთ, რომ ილეთი ბათლი, ხო იცი, როგორი სტილი იყო? კი ბატონო. ცეკვებში ეჯიბრებოდნენ, ძალიან მაგარი პროექტი იყო და ძალიან გამიხარდება თუ დაბრუნდება. თლად მაგდონეზე არა და არ გეგმავთ, მაგრამ აი მაგალითად, ტყუპის შეჯიბრი. მოცეკვავები, რომლებიც, ნუ, ძირითად მონაწილეობას ვინიღებენ, ან დუბლებში არის, ან ჯერ არ არის არც ერთი მასში, არა თავის დამკვიდრება უნდა და სადღაც მოხვედრა უნდა და გამოჩენა უნდა, ხო ხვდები? ეგეთი ხალხისთვის, ეგეთი ახალგაზრდებისთვის ვფიქრობ, რომ გავაკეთოთ კონკრეტულად, ანუ ერთ რაღაცეებზე რა, აი ცერზე, მუხლზე, იმას სხვადასხვა რაღაცეებზე, გასმებზე და ასე შემდეგ, მაგალითად, რახან შენ ხარ ჩვენი სტუმარი, ტყუპის შეჯიბრი რო გავაკეთებინოთ რა ახალგაზრდებს. და ნუ აი ეს ახლა დეტალურ საკითხებს რაღაცა კონკრეტიკებში მე ჩავალთ კამერის მიღმა რა. რამდენად იქნება შენთვის მოსაწონი და რამდენად მიიღებ მონაწილეობას, აი მაგალითად ჟიურის კუთხით რომ მიიღო ამაში მონაწილეობა და ჩაერთო რა შენც ამ პროექტში. კი ბატონო, მე დიდი სიამოვნებით
თქვენ ახლა რა პროექტას წამოიწყებთ, ყველა პროექტი არის იმისთვის, იმ ყველა პროექტის მიზანი იქნება ის, რომ უფრო მეტი ბავშვს მიეცეს მოტივაცია, უფრო მეტმა ეცადოს საკუთარი თავის განვითარება და ამაში ყოველთვის დიდი სიხარულით მივიღებ მონაწილეობას. დღესაც აქ მაგიტო ვარ ზუსტად, რომ მინდა აი თქვენ პროექტში მივიღო მონაწილეობა და თქვენი პროექტით მომავალი თაობა უფრო მოტივირებული გავხადო. და თუ იქნება მსგავსი პროექტი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. ეს არ იქნება ხა შეჯიბრი, ცოტა ისეთი, ის არის რა ქვია. რა თქმა უნდა, რაღაცა კონკურსი შეჯიბრი არის ბევრს გასწავლის. ბევრს გასწავლის. გაჩვენებს სათხარ, რა დასახვეწი, დასამუშავებელი, ანუ შეჯიბრთან ერთად ეს ყველაფერი იქნება კომუნიკაციის საშუალება. ეგ არის ძალიან დიდი. რომ იქ ხა მონაწილეები, ვისაც იქნებიან, მისცემს საჭირო დარიგებას ადამიანს, საჭირო მიმართულებას, შეიძლება ერთმა სიტყვამ ბევრი რამ შეცვალოს მის კარიერაში, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. თან ახლა ვიღაცა მაგალითად რომ ტყუზე და მუხზე ვაჯიშობს ახლა იმისთვის შენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში და ესე ვფიქრობ. და არა მარტო შენი, ახლა რაღაცა ესეთ ვარიანტში ვფიქრობ მე, რომ გაკეთდეს, ჯერ რაღაცა ის სპოილერს გეუბნებით ახლა მაყურებელს. რომ სიტყვაზე სუხიშვილებიდან, ერისიონიდან, რაღაცა აფხაზეთიდან, რუსთავიდან, რაღაცა რამოდენიმე ხოთები სხვადასხვა ანსამბლიდან ვინც ამ კონკრეტულ მოძრაობას ტრიუგზე მუშაობს, ესე რომ ვთქვა. კი ბატონო, ტრიალოსნები. ტრიალოსნები. იყოთ რაღაცა ის ჟიურის წევრები, რომლებიც შეაფასეთ, მითითებებს მიცემთ, რაღაცა გეთაერთად სურათებს რო გადაიღებენ, ესეც უკვე დიდი სტიმული იქნება მათთვის და мотиваცია, რომ რაღაცა მეტს მიაღწიონ და არ გაჩერდნენ და ცხოვრებაში რაღაც წინ დაისახონ და რაღაცა მგონია რომ კარგი პროექტი გამოვა რა და გამოგვეხმაურეთ ხო სურველების გამოგვეხმაურეთ ამ პროექტის დაინტერესებული სასპონსორო შეთავაზებითაც გამოგვეხმაურეთ და მოკლედ კაი პროექტებს თქვენი აზრით შეგვიძლია გაგვიზიაროთ მაყურებელს რომ დიდი სიამოვნებით და თქვენს გვერდში მიგულეთ ყველა კარგ წამოწყებაში გაიხარე შენ ანსამბლი ყავს საკუთარი სტუდია როგორც უკვე ვისაუბრეთ მოდი გავაჟღეროთ იმიტომ რომ კი ბატონო ანსამბლი ძველი თბილისი ბავშვთა სტუდია რომელიც საწყის ეტაპებზეა მაინც ასე რომ ვთქვათ არ არის ჯერ 10-15 წლის სტუდია უკვე სრულად ჩამოყალიბებული სტუდიას ჯერ პირველი თაობა ეხლა დგავს ნაბიჯებს სცენაზე და იმედი მაქვს რომ წინ წავალ განვითარდებით და მრავალ მოცეკვავეს აუხსნით. აუცილებლად სხვა ვარიანტი არც არის ხო შენ. ამ დონის მოცეკვავე ძალიან კარგი ქორეოგრაფი ხარ, დარწმუნებული ვარ და ძალიან კარგ თაობებს აღზრდი. მადლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველ კურსელი ბავშვი აღზარდო ისე, რომ პირველ რიგში შეუყვარდეს ქართული ცეკვა, შეუყვარდეს ცეკვა და შემდეგ უკვე სწორი მიმართულება ჰქონდეს, იმიტომ რომ როცა გაიზრდება იმას, რომ უნდა რომ მოცეკვავე გამოვიდეს, ეხლა მოგეხსენებათ შეიძლება 100 ბავშვიდან მოცეკვავე გამოვიდეს 20 ბავშვი. ასე არის ჩვენს ქვეყანაში, ყველა მოცეკვავე არ გამოდის. და იმ ბავშვს, რომელსაც უნდა რომ მოცეკვავე გამოვიდეს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს პროფესიონალური ბაზა ცეკვის. ნაბიჯის გადადგმიდან დაწყებული, ტრიალით დამთავრებული. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით შევასწავლოთ ბავშვებს ცეკვა. ძალიან კარგი. საგასტროლო რამე კურიოზი ხუმრობა რაცა ამბავი. ნუ ხუმრობა ესე რამდენად გამომივა ხუმრობის მოყოლა არ ვიცი. შეიძლება გავიხსენოთ. მედოლი მართლა გადააკეთ მედოლის ამბავი. აი ეგ მედოლის ამბავი ხო არც მე მერაბი თუ არ იცოდა მერაბი ჩემზე ადრესს ეკოლდა ანსამბლში შესაბამისად მეც არ ვიცი. მედოლის ამბავი გადაამოჩი. ერთი რაღაც შემიძლია გავიხსენო გერმანიის გასტროლიდან ზოგადად გასტროლი როცა დიდია. ნუ რაღაც ეტაპის მერე უფრო გიჭირს. იქ ყოფნა გიდა დროზე სახში დაბრუნდა. და ამას ყველაზე კარგად გძნობთ ხოლმე ავტობუსში, როდესაც გავიდა 2 კვირა, გავიდა 3 კვირა, ერთ თვეს მიუახლოვდით და უკვე ქართულ საჭმელებზე საუბარი რო იწყება ავტობუსში. ესე იგი ყველა სახში უნდა. ახსენები როცა არის ხინკალი და რაღაცა ეს ჩაკაფული, უკვე ესე იგი სახში გვინდა. და
ერთ-ერთი გადასვლა იყო. ნუ დიდი გადასვლა, ზუსტად არ მახსოვს რამდენი კილომეტრი, მაგრამ დილი 7 საათიდან რო გავედით, ჩავედით ალბათ საღამოს 6 საათზე. გერმანიაში ვიყავით ვუპერტალი, თუ სწორედ მახსოვს ქალაქი და ყოველთვის არ გვაქვს ხოლმე ისეთი საშუალება, რომ შეხვიდე ოთახში და დაგვხვდეს სამზარეულო. ესეთი ის გამოდგა. თან იმ დღეს კონცერტი ნუ არ გქონდა, 6 საათიდან მთელი ღამე დასვენების გქონდა და მეორე დღეს იყო კონცერტი. როდესაც შევედით ჩვენს ოთახებში, ეს ავტობუსში იყო საუბარი ქართულ საჭმელებზე რა. შევედით, დავინახე სამზარეულო. თან მთელი დღის ნამგზავრები ვართ, ყველა დაღლილია, ასე შემდეგ, მაღაზიაც იქვე არის და უცებ გამიჩნდა რაღაცა ეს იდეა, რომ მეთქი სამზარეულო გვაქვს ამდენი ხანია ქართული საკვები გვენატრება და ვისთანაც ვცხოვრობ საბა მონავარდისაშვილი, საბას უთხარი, რომ მეთქი ხინკალი ხომ არ გავაკეთოთ. და საბა მე ხა როგორ მე არ ვიცი ხინკლის გაკეთებაო. ახლა მე მეთქი წარმოშობით თიული ვარ, გამიკეთებია ხინკალი, ცადოთ რა გამოგვიოღოთ, არავის არ უთხრა რა. გავედით უცებ მაღაზიაში ვიყიდეთ ხორცი, ასე შემდეგ. ქვილი რა. ქვილი, ყველაფერი. ცომი თქვენ ამოიყვანეთ? კი, მე მოვზილე. გაია. მე მოვზილე ცომიც, ხინკალი. ეს ნამგზავრები მიხვედით და დაიწყეთ კულინარია. ხო, რო უნდა გვეჭამას, ნუ დაგვესვენა და უცებ რო დავინახეთ სამზარეულო თან მთელი გზა იყო ქართულთან თვენახევარია გასული გასტროლიდან საქართველოს გენატრება. თიულკაც ხინკალი მოგენატრა და დავხდა სამზარეულო და ისე მოხდა რომ ჩვენი წვალებით მოვახვიეთ ხინკალი. რა თქმა უნდა ყველას ვერ დაუძახეთ და ყველას ვერ გავასინჯეთ, იმიტომ რომ ცოტა გამოგვივიდა 40-ია, 51 კაცი, თუ 6 კაცი ვიყავით და ეგეთი ის მოხდა რომ გერმანიაშიო ხინკალი მოვახვიეთ. აი გამოვიდა. კი, მშვენიერი და ანსამბლის წევრებმაც ყველამ რო გაიგო უკვე მეორე დღეს. ყველა ძალიან გაუკვირდა რომ ანსამბლი და გაბრაზდა რომ ტორნაპოდი. ხო, ყველას მოუბოდიშე, მაშინაც ეხაც ბოდიშ ვიხდი, კიდე გავაკეთებ სხვა დროს უფრო ბევრს და ყველას დაგვატიჟე. თურმე შეძლებია და აცი. ხო, ესე მოხდა რომ გერმანიაში ხინკალი მოვახვიეთ. ძალიან მაგარი. მოკლედ, ჩვენი ვებგვერდი არის ეგეთი, ჩემო გიორგი, ვინაიდან შენც ქორეოგრაფი ხარ თან, რომელიც ემსახურება ქორეოგრაფების და ორგანიზატორების დაკავშირებას ერთმანეთთან. ანუ ორგანიზატორები ჩვენს საიტზე ტვირთავენ ღონისძიებებს, როდესაც კონცერტი, ფესტივალი, გასვლები ასე შემდეგ და ქორეოგრაფები ნახულობენ ამ სივრცეში. ასევე არის ერთი საიტი ეგეთი კლას ატლასი, რომელიც აციფრულებს მონაცემებს და ეხმარება ქორეოგრაფებს მართოს მშობლები, მოსწავლეები და ასე შემდეგ რა. და ჩვენ დავძმობილდით, ვინაიდან ორივე ამ სფეროში ვართ და მოღვაწეობთ ამ სფეროს წინ განვითარებისთვის და რაღაცა ციფრული მიმართულება რომ მოვარგოთ ამ საკითხსაც და კარგად და რაღაც მარტივი გახდეს უფრო ქორეოგრაფისთვის ცხოვრება, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ დავუმეგობრდით კლას ატლასთან და შეგიძლიათ დეტალებისთვის მონიშნული იქნება ვიდეო სახწერაში და მათაც მიმართოთ ძალიან კარგი საიტია მოკლედ და მე თავად ჩემი მეუღლის ანსამბლში მოკლედ ჩავნერგეთ ეს ამბავი, გავტესტეთ უკვე მესამე თვე გავიდა და მართლა კარგად მუშაობს და ამარტივებს აი ფინანსურ საკითხებს, რაც ზოგადად უხერხულია ხოლმე მშობლებთან მიმართებაში. ძალიან კარგად გეხმარებიან, კაი ჯგუფი მუშაობს მოკლედ რა. ძალიან კარგი და საჭირო საკითხი. და ზოგადად მივესალმები ამ სფეროში რაღაცების ცოტა განვითარებას და წინსვლას და ცოტა წინ წავიდეთ რა. და რაც ერთ-ერთი მთავარია და რაც მე წეგან ცოტა ფეხით ვისეირნეთ ახლა ჩვენ ქუჩაში. იქაც თქვი ცოტა კი შენ იუხერხულე, მაგრამ მე მგონია მაინც რომ საქართველოში არსებობს რამოდენიმე თითე ჩამოსათვლელი, არა უფრო მეტი, კარგი, მაგრამ არიან რაღაცა ისეთი კატეგორიის მოცეკვავები, რომლებიც უნდა იცნობოდნენ რა ქუჩაში ხალხის მიერ რა. ერთ-ერთი ნამდვილად ხარ შენ. მადლობა. მადლობა, არა, ნუ ეს იქიდან გამომდინარე, რასაც აკეთებ და რაც გიკეთებია და რაც შეგიძლია რა. მადლობა. რამე კაი რჩევა რა შეგიძლია დაუტოვო, აი პატარა გიორგი ჩანადირი ახლა რო იყურება იქიდან რა ქვია კამერის უკნიდან. ცით რა არის? ეხლა რჩევა რო გითხრათ რომ ამ საქმის მიმართ ჩემი დამოკიდებულებაში რამეს შევცვლიდი არის.
ის გიორგის ისე რო ვარჯიშა და იმდენი დაცემა რო არ აკეთებინა, მეც აქამდე ვერ მოვიდოდი. ამიტომ ისეთი არაფერი მაქვს სათქმელი, რაც რაღაცას განსაკუთრებით შეცვლის. იმიტომ რომ ის გიორგის ვარჯიშმა მომიყვანა აქამდე. ასეთი ის იყო, მე რა მათქო მე მგონი, ცეკვა თუ ჩუბინძე, არა, შრობა, ცეკვაში რასაც ჩადეფო, ცეკვა აუცილებლად დაგიბრუნებს მას, ანუ რა შრომასაც ჩადებ, ის აუცილებლად იგივეს დაგიბრუნებს და რამდენად ეხთახმები აი ამ ფაქტს. ვეთანხმები კი და ვფიქრობ, რომ არა მარტო ცეკვაში, ზოგადად ყველა სფეროში ესეა. და ზოგადად ცხოვრებაშიც ესეა, ესე მგონი. რაც მეტ შრომას ჩადებ, მით მეტად დაგიფასდება. რაც მეტ სიყვარულს გასცემ, მით მეტად დაგიბრუნდება და ჩემი აზრით ყველა სფეროში ესე არის. ყველაფერს ჭირდება შრომა, თავდაუზოგავი შრომა, დაუღალავი შრომა, ყველაფერს ჭირდება სიყვარული და საქმეს, რომელშიც სიყვარულს არ ჩადებ, რომელსაც შრომას დააკლებ, ის საქმე არ გამოგივა. იქნება ეს ცეკვა, იქნება ეს სპორტი, იქნება ეს მუსიკა თუ ნებისმიერი საქმე თუ იქნება ეს ცხოვრება უბრალოდ. სიყვარულს თუ არ გასცემ. შენი მიმართულება, შენ თვითონაც ახსენე, განსაკუთრებით ტრიუკებს ეხება ეს. არის საკმაოდ ტრამვიანი. ემატო. შენი გამოცდილება როგორ არის ტრამვებთან მიმართებაში და ნუ ტრამვები ხონია კი, ანუ სულ სამჯერ მიმიღია ტრამვა. ერთხელ მივიღე აქილევსის, ერთხელ მუხლის და ეხლა ბოლო პერიოდში წელთან დაკავშირებით. მაგრამ მადლობა ღმერთს ვარც ერთი ისეთი არ გამოდგა, ან ოპერაცია დამჭირდა, ან რაღაცა რისკის ქვეშ დადგა ჩემი კარიერა. ნუ ტრამვები ახლავს თან. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა გახურდე, რაც არ უნდა მოემზადო, ასე შემდეგ, რაც აუცილებელია და ყველა პროფესიონალი მოცეკვავი ამას აკეთებს, მით უმეტეს ვინც მუხზე მუშაობს, რომ გახურება ეს არის თავარი რა, ცეკვაში რო არ მიიღო ტრამვა. მაგრამ როდესაც მოგზაურობაში მიდიხარ და გაქვს 2 თვე კონცერტები, ყოველ დღე მუხზე ეცემი, შეიძლება ეს მოგზაურობაში 7-8-ჯერ, 8-ჯერ მოვიწიოს მუხზე დაცემა. რა თქმა უნდა, სახსრებს, ვას, ყველაფერს თავისი ცვეთა აქვს და საბოლოო ძამში მაინც თავს იჩენს ხოლმე ტრამვა. ვერ გაექცევი ამას, მაგრამ ისევ ფიზიკური მომზადებით, ფიზიკური ვარჯიშებით, ფიზიური თერაპიებით, ფიზიოთერაპიებით, ამის პრევენციას როგორც შეგვიძლია ვაკეთებთ. ხო, ერთი ეგეთი გქონდა კიდე მაგის მიღწევა გვინდა, რომ საწარმოო დაზღვევა სადაზღვევებს მოგმართავთ. ძალიან კარგი იქნებოდა მაგარი თუ მოცეკვავე როცა ტრამვას მიიღებს უშუალოდ თავისი ნომრის შესრულების დროს, თავისი ვარჯიშის დროს, აი დაზღვევა ხო არის ისე ზოგადად, მაგრამ ნუ ამ მიმართულებით თუ იქნება დაზღვევა, რა, უფლება მოსილების თუ რა ქვია, მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებული ტრამვის შემთხვევაში. რაღაც ესეთი პაკეტი რო დავამატოთ რა, მოცეკვავეებისთვის თუ შეიძლება დავამატოთ რა, ეგეთი პაკეტი ძალიან კარგი იქნება რა, მოხარულები. ტრიალისტებისთვის რო ტრიალოსნების. აი მასავიკების ან მასაში ვინც გას ტიპები, იმათ შეუძლიათ პირობითად ეხა დღესაც არიან მოცეკვავები 40+-ით, ხო, ბიჭები ყოველ შემთხვევაში. აი ტრიუკის შემთხვევაში აი ასაკი მაქსიმუმ სადამდე მიდის. ამ საკითხთან დაკავშირებით დავით მაისურაძემაც ისაუბრა. და თქვა რომ 30 ზემოთო უკვე ვცდილობ ვურჩევო რომ შეამციროსო და ეხლა მე უკვე ჩემი გამოცდილებით რა შემიძლია თქვა. ეხლა 27 წლის ვარ, 28 ხდები და დღეს რაც თქვათ მაწუხებს, არ მაწუხებდა 20 წლის რო ვიყავი, 22 წლის რო ვიყავი, 23-ის. ეს რაღაცეები არ მაწუხებდა. ნუ რაღაცეები უკვე თავს იჩენს. ესეც შემიძლია იგივე შევადაროს სპორტსმენებიც, ფეხბურთელებიც უკვე 30 წლის, 32 წლის, 35 წლის უკვე სპორტსმენი უკვე ასაკომა სპორტსმენად ითვლება და როცა გიწევს სისტემატიურად მუხზე მუშაობა, აი ესეთი დატვირთვა, ნუ უკვე როგორც ვატყობ, ჩემი ასაკიდან ნელ-ნელა უნდა. ხო, მაგრამ ვაფშე არ ჩანხარ შენ ის ტიპი, რომ 30 წლის ასაკით ტრიუკი აღარ გააკეთო. აი ვაფშე არა. ნუ შეიძლება არ ჩანვარ, მაგრამ რენტგენი სხვა რამის. აუ, გაიგო. ნუ შენით
როგორ თუ იმას არ ჩავთვლი და პირველ ნაბიჯებში მოგეხმარდნენ და რაღაცა სწორად დაცემა გასწავლეს ტერფი და ასე შემდეგ. მაინც შეიძლება ისე თქვა, რომ შენით განავითარე ეს მუხლის საკითხი რა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ უაზრო, უდაო რაღაცა სასწაულად ბევრს მუშაობდი მუხლებზე. ხო ასე? რამდენად შესაძლებელია, ნახე, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად დაიწყო ეს ყველაფერი რა. აი, ყველაზე ელემენტარული ჩასვლა ამოსვლა, ხო, მუხლებზე. აი, მაგას მინდა ხაზი გაუსვათ, რომ არის დღეს სამწუხაროდ ისეთი ანსამბლების სტუდიები, სადაც მაგალითად ქორეოგრაფს ესე ვიტყვი ვცდილობიანად შეხება არ ქონია ტრიუკთან, თუმცა ანსამბლი მაინც იღებს ტრიუკებს თავის თავზე, ესე რომ ვთქვათ. აი, თეორიულად მესმის, რომ ეს ძალიან რთულია და ეს ძალიან კომპლექსური საკითხია, მაგრამ თეორიულად რო ვთქვათ, აი პირველი ეტაპი რა არის, პირველი ნაბიჯი, რაც ყველაზე მეტად უნდა მიექცეს ყურადღება და იმუშაოს იმისთვის, რომ ბავშვს სამომავლოდ ტრავმა არ დარჩეს და აი საერთოდ არ გაუკრეს კარიერა. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, როდესაც მუხზე მუშაობას ვიწყებთ, უნდა აიხსნას ჯერ თეორიულად. ან ჯერ უნდა ბავშვს მოუყვე, რას ვაპირებთ. იმიტომ რომ ზოგს საერთოდ ეხა ბავშვი როცა არის, იმას წარმოდგენა არ აქვს, რომ მუხზე რო დაეცემა, უნდა ადგეს რაღაცა გააკ. ჯერ მე პირადად ვატარებ ხოლმე თეორიულ საკითხს, გავდივარ, რომ ვიწყებთ მუხზე დაცემას და მუხზე დაცემა არ ნიშნავს, რომ მუხზე უნდა დაეცე პირდაპირ მნიშვნელობით, რომ მუხზე დაცემა. გავდივართ თეორიას, როგორ ხდება მუხზე სწორედ დაცემა. ჯერ იატაკს რა ეხება, შემდეგ რა ეხება, მერე როგორ უნდა წამოდგე, რომ არ შეიძლება დაეცე და გაჩერდე. რომ უნდა დაეცე და როგორც კაუჩუკის ბურთი უნდა წამოხდე ზემოთ. ოღონდ არ შეიძლება წამოხდე ისე თუ ქუსლებზე არ დაჯექი ბოლომდე, იმიტომ რომ პირდაპირ ჩაშკებზე მოდის დატვირთვა, როდესაც ქუსლზე ბოლომდე არ ჯდები. ამ თეორიას გავდივართ. ეხლა ახსენეთ, რომ ბევრი ანსამბლი არის, სადაც ნუ შეიძლება არ იცოდეს ვიღაცა მუხზე დაცემა და მაინც აკეთებინებდეს. ამაზე მე რა შემიძლია ვთქვა? ამაზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ამაზე ერთ შემიძლია ვთქვა, რომ კულტურის სამინისტრო იქნება, ეს ქორეოგრაფიული კავშირი იქნება, თუ ვინც იქნება, როგორ იქნება, ეს საქმე უნდა ითავონ. ისევ იმიტომ, რომ ბავშვების ჯანმრთელობა არ დაზიანდეს. და ეხლა მე რო რაღაც ამასთან დაკავშირებით ვთქვა, ჩემგან არ იმიტომ მე ვერ შევცვლი ამას. მე შემიძლია ვთქვა ის მე როგორ ვასწავლი. არა, ხო, შენ მაგას რომ შევა როგორ იქნება სწორი. როგორ არის სწორი, მაგასაც ამბობ, ეგ არის მაგ თემის დაძვრის ერთ-ერთი მოტივი და მიზანი, ხო? ანუ ამბობ ამ გადაცემას დარწმუნებული ვარ, ბევრი უყურებს და აი ჩანადირმა ის თქვა და იქნებ დროა რომ დავძვრათ ეგ თემა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ყველა ამ თემასთან დაკავშირებით ჩუმად იყო. და იყო ჩუმად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ანუ ქორეოგრაფს არ ვაწყენინო. ხო. ზოგადად ამ სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა, რაზეც ბევრი დუმს. ძალიან. ერთ-ერთი რაც ამ ჩვენი ჯაბაასებით მიდის არის ეს, რომ ამ ტკივნეულ თემებს ვეხებით, რომლებზეც თითქოს არავინ არ ლაპარაკობს და საბოლოო ჯამში მე სხვათა შორის მეგონა რომ ამას დიდი უყურებელობაც მოყვებოდა რა და ცოტა სტრესი და წნეხი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა თან ხდება იმაზე, რომ რაღაცები გამოსასწორებელია და მოდი ამ თემაზე ვილაპარაკოთ რა. კი ბატონო. ვის ჯაბაას? ამიტომ ვახსენე მე. თან ამ თემაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმას, ვისაც ამის წყობრში მოყვანა შეუძლია. ეხლა მე რო ვისაუბრო იმ ქორეოგრაფების მიმართ, ვინც რაღაცას არაკოლეგიალურია და თან შედეგის მომცემი არ არის. მე ვისაუბრებ, მაგრამ თუ ეს ჩემი საუბარი არ მივიდა იმასთან, იმ დაწესებულებასთან, ვისაც ამაში ჩარევა შეუძლია, ნუ ვიღაცამ უნდა გააკონტროლოს, ხო ეს საკითხი. ვიღაცა უნდა მივიდეს ანსამბლში, ვიღაცა კონცერტს უნდა დაესწროს, რომ ის ბავშვი როგორ აკეთებს, იმან უნდა მოაკვაროს. მე რა თქმა უნდა ვიტყვი, კი ბატონო, მე რა თქმა უნდა რჩევას გავცემ, როცა შემეკითხებია, მაგრამ იმ ქორეოგრაფების მიმართ არ შემიძლია რამე ვთქვა, ვინც უდათ ასწავლის. არ უნდა ასწავლოთ ცუდად, მაგრამ ეს ვიღაცამ უნდა გააკონტროლოს. იმიტომ რომ ექიმი ვერ გიმკურნალებს, ხო? მაგრამ იმ ექიმს ჯანდაცვის სამინისტროა და არ გაეცემა ლიცენზია. შესაბამისით, უმას კურნალობა არ შეუძლია. ამიტომ ჩვენ გვაკლია ის ზემდგომი რაღაცა ძალა, რომელიც ამ ყველაფერს დააბალანსებს და გააკონტროლებს და გადაუწყვეტავს, რომ შენ შეგიძლია მუხლი ასწავლო, შენ შეგიძლია არ ასწავლო. აი სწორი მიმართულება ნახე ბოდიში ჩაგერიეთ.
ეხლა მაისამ წინა ჩვენთან ჯაბაში თქვა რომ ანუ ვინც არის ის არ არის სირცხვილი რომ მომიწვიეთ. ანუ მე თავის თავზე არ ვთქვამს, თუმცა ტრიუკაჩი მოიწვიეთ და ასწავლებინე. მე რა რომ შენ დიდი ხანი იცეკვე და კარგად იცეკვე და კარგი ანსამბლი გყავს და ასე შემდეგ. ანუ დაუძახე ადამიანს, ანუ მაისა სიტყვას ვიძახი. ვინც იცის, ვინც ასწავლის და ვინც იმას იტანს რა. ეხლა ნახე გიორგი იძახის იმას რომ აი მიხედეთ ამ საქმეს. ხო ანუ ზუსტად ის message box-ი რასაც შენ იძახი. ეს შენ ხარ სხვა ტრიუკაჩი იქნება, სხვა მოცეკვავე იქნება 1 2 3 და ვიღაცა იწვის და დაფიქრდება რომ აი იცი რა მოდი მართლა მესახედია ეკაგელიაშვილს აქვს ანუ მე ბევრჯერ ვარ მასტერ კლასზე ნამყოფი და ეკაგელიაშვილს აქვს კატეგორიებად დაყოფილი აი ეს საბავშვო ქორეოგრაფია პირობითად 5 წლის ბავშვს რა უნდა ასწავლო 7 8 9 ანუ ესე მიდის ნელ-ნელა ანუ დაცემაზე რომ მივიდა ანუ 10 წლამდე ანუ არსად გაგონილა რომ ბავშვი ანუ აი ახდეს აიში და ბრახტა დაიცეს რა აი ზუსტად ეგ რაღაცები ხო არსებობს ქორეოგრაფიის დაწერილი კანონებია რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება ზუსტად მაგისკენ მივდივართ რა ეხლა შენ რასაც იძახი ზუსტად მისახედია და სალსახად მისახედია და აუცილებლად მიეხედება ალბათ მას და აი კარგია რომ ამაზე ვსაუბრობთ ამ მაგას გულისხმობ რა დიდ ორგანიზაციებს უნდა ქონდეთ ამაზე რეაგირება რა მე დარწმუნებული ხარ რამდენიც არ უნდა იძახონ ხა ეს ჯაბასი აქვს სხვა განაცემები ხა ინტერესის სფეროა ხა გინდა მაისა გინდა ჩანადიერი გინდა მურო და კაკაურიძე ანუ მაინც უყურებს ხალხი უნდა უყურებს და ისმის ანუ ვიღაცა მაინც დაფიქრდება რომ იცი რა მოდი ანუ ერთი აბობს 2 3 და მოდი მივყვეთ ამ ხალხს და გავაკეთოთ რაღაცა უნდა ვქნათ ხო და უბრალოდ ლაპარაკს აზრი არა მე ეკაგელიაშვილი იმიტომ მოვიყვანე მაგალითად რომ უნიჭიერესი უკეთესი ქალია ხო მაგრამ ნახე უჩი ჩვენ ელემენტარული იმ ეტაპამდე მაინც უნდა მივაღწიოთ აქედან რომ ქორეოგრაფები პატარა იმას დაფიქრდნენ რომ მოდი ეს რო არ ვიცი აგერ ძმაო ჩანადრის მივწერ და რაღაცა ის 2 კაპიკის სანაცვლოდ იქნება თუ რის სანაცვლოდ იქნება მოდი მე მოვიყვან და ელემენტარული ჩემს იმასაც წაადგება ანსამბლს ბავშვებს კაი თავი რო სულ აი არ გაინტერესებს ბავშვებს სიტყვაზე ვიძახი ელემენტარული ის ხო არის ძმაო Facebook-ზე ვიდეო ხო გამოგადგებათ რომ დადოთ რომ გიორგი ჩანადირი მოვიდა აგერ სუხიშვილების სოლისტი რაღაცა მოვიყვანე ასეთი გამოცდილებით ისე გააპიარეთ ძმაო და დადეთ რომ აგერ მოვიყვანე და მასტერ კლასი ჩავატარებინე იმიტომ რომ აი ახალი თაობის რაღაცა შეხედულება სხვანაირი არის და ნახე აი მიმართულად 30 წლისკენ მიდის ხო ან თვითონვე იძახის რომ რენტგენის სხვას მეუნება რამდენი ხანი შეიძლება ბიჭმა აკეთოს ის ტრიუკი იმ დონეზე რა დონეზეც ახლა აკეთებს ხო აი ცოტა უხერხულად შეიძლება გამოდის მაგრამ აი გამოსაყენებელი ტიპია რა ანუ მაქსიმალურად ქორეოგრაფიამ შეიძლება რომ ანუ გამოწუროს რესურსი რაც შეუძლია ტიპს გააკეთოს ქორეოგრაფიას კი გასაგებია თავისი ანსამბლი ყავს და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მუშაობს იმ მიმართულებით რადგან ახლა ვსაუბრობ თუმცა აი უამრავი მეგობარი ყავს დარწმუნებული სუხიშვილებშიც რომლებიც უხსეთ ტექნიკურად დაცემა შეიძლება ვაფშე არ იცოდნენ ხა მე ქართულები არიან სოლისტები არიან შეიძლება ვაფშე არ იცოდნენ ანუ ის მაინც ხო უნდა მოხდეს რომ აი ტიპი მეგობრულად იმ ფინანსურ სარგებლობას თავი რამე მეგობრულად ხო უნდა თხოვოს რომ აი გიო მოდი და გთხოვ თუ შეგიძლია ერთი დღე დამეხმარე რომ ანუ სწორად განმოვითარო ბავშვი რა სჭირდება ხა პროფესიონალ ქორეოგრაფს სჭირდება ერთი პატარა ეგრეთ წოდებული ჭყალებში ტალჩოკი რომ ანუ გიორგი ჩანადირი მოვიდეს და უთხრას რომ ეს არ არის სწორი ასე შენაკეთე მოდი ესე გააკეთე ხო და ანუ შემდეგ რეპეტიციებზე მაგას გააკეთებს ეგ არის მაისაც მაგას ამბობდა გიორგიც მაგას ამბობს და დარწმუნებული ვარ ყველა ტრიუკაჩი ვინც მოხსა ეცემა ტექნიკურად ძალიან კარგად იცის რასაც აკეთებს ყველა იგივე სიტყვას არა გადაცემაში ბევრჯერ ვახსენეთ ეგ რომ მიცაშიც არის პროფესიონალი ჯობია რომ პირდაპირ პროფესიონალისგან ისწავლოს მომავალმა თაობამ რა ანუ ეგ საიდან მოდის ეგ პრობლემა იცი ყველა ქორეოგრაფი თითქოს რას ქვია მე ვინ რამ მასწავლოს რა მე ყველაზე მაგარი ვარ და ეგრე არ არის რეალურად ეხა რა აი ვისაც შეხედავ რომ მართლა პროფესიონალი მოცეკვავია ის იძახის რომ მე ყველაფერში მაგარი ვერა ვარ ფიზიკურად ვიღაცა ამას ჩემზე უკეთ აკეთებს რა კი ბატონო რა თქმა უნდა ეხლა გიორგი ჩანადირი ქართულს ვერ იცეკვებს ანუ მე ვიძახი ანუ დუეტ ქართულზე ვიძახი რა ანუ ადამიანს აქვს თავისი მიმართულება რასაც ძალიან მაგრა აკეთებს ხო ანუ იგივეა ქართული სოლისტია იგივე კი ის არანორმალურია ყველაფერს აკეთებს მაგრამ ძირითადად ეხლა ქართული სოლისტი მოხსე არ ეცემა ანუ ჰაერგან თუ აინუიდან მithumedes არ ეცემა ტრიუკს არ აკეთებს რა იშვიათია ყველას რომ მასა ანუ ვიღაცა აჭაროს ცეკვავს მაგრამ ვიღაცა კინტოს ცეკვავს მაგრამ ვიღაცა
სიმდის და ასე შემდეგ. ყველა ცეკვას აქვს, უნივერსალური მოცეკვავი არ არსებობს ჩემიანად. ანუ ყველაფერს რო აკეთებ დაეცეს მუხზე სუბთან და პლუს ქართულის გასმა გააკეთოს ნაკლოდ, ეგეთი არ ვიცი. ბატონო, სწორია. თან არის ერთი მომენტი კიდე, რომ ყველას რაღაც დონეზე ეს ყველაფერი ნასწავლი გვაქვს. ქართულის დავლიდან ვიწყებთ ყველაფერს. მაგრამ ერთია რომ რაც ისწავლე და მე უკვე ამაში შენი გამოცდილებით სწავლობ ბევრ რაღაცას. ხო მე ბევრჯერ ეხა ანსამბლში რამდენი ბიჭია, რაღაც დამჭიროებია, რაღაც დეტალი ვიღაცისთვის მიკითხავს, ვინც ეხა სიმდის ცეკვავს ცერზე. იმიტომ ის ვიცი მე შეიძლება როგორ კეთდება, მაგრამ იმას იმდენი გამოცდილება აქვს იმაში, ის რომ მირჩევს ხო, ეხლა დაცემა შეიძლება ესე იცოდი რაღაც ცერიდან. დამუღამებული აქვს ხო, რა, ეს უხეშად რო თქვათ, რომ იქ შენ რაღაცა ისეთი გასაღები შეიძლება ისეთი სიტყვით უთხრა, რომ იმას უსხვანაირად გამოიყენოს რა. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ძალიან საჭიროა, როცა მით უმეტეს ბავშვებს ეხება საქმე და სწორ აღზრდას ეხება, ერთმანეთს უნდა შევეკითხოთ, ერთმანეთს უნდა გავიზიაროთ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და ну საერთო საქმეა ეს. ანუ ლოგიკურია შენ რომ სიტყვაზე ფოიეში იდექი და დღეში 1000 მუხზე დაცემას აკეთებდი, ვიღაცა იდგა და გასმას აკეთებდა იმ ფოიეში. კი ბატონო. წინ და უკან დადიოდა გასმით. კი ბატონო. ჩემო კარგო კაცო, ჩემო გემრიელო კაცო. 3D სტუდიასგან სიმბოლური საჩუქარი შენ. დიდი მადლობა. ჩემოგიო. შეიძლება გავხსნათ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ჩვენი მეგობარია უკვე ტრადიციულად ჩვენს ყველა სტუმარს გადაცემს საჩუქარს, ბიჭს ესე ბიჭურს, გოგოს გოგოშკურს. ძალიან ლამაზია. მადლობა 3D სტუდიას გვერდში დგომისთვის, მეგობრობისთვის და ასევე უღრმესი მადლობა ჩაქურას რომ ჩვენ გვერდში არის და ქმნის იმ საოცრებებს, რასაც ქმნის. შეგიძლიათ გადაყვიდეთ და ნახოთ მათ გვერდზე. და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა შენ, რომ ესეთი უშუალო ხარ, მეგობრული ხარ, კარგი ადამიანი ხარ და აკეთებ იმას, რასაც აკეთებ უმაღლეს დონეზე რა. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ რომ ჩათვალეთ საჭიროდ რომ მე აქ მოსულიყავი. წარმატებებს გისურვებთ, წინსვლას თქვენთ და ყველა თქვენ გვერდში მდგომ კომპანიას თუ ადამიანს და კარგ საქმეს აკეთებთ ნამდვილად რა. გააგრძელეთ, გაძლიერდებით, დარწმუნებული ვარ, გამომწერებით გამრავლდებიან და ძალიან სასარგებლოა ეს ყველაფერი პატარა ბავშვებისთვის. არა მარტო პატარა ბავშვებისთვის, ჩვენთვისაც, ჩვენი კოლეგებისთვისაც, ჩვენს ბევრ ამას გავიგებთ, ბევრ ამას ვისწავლით ერთმანეთისგან და ეს ურთიერთობები, ეს აზრების გაცვლა თან უკვე YouTube-ის საშუალებით ძალიან საჭიროა და მართლაც რომ მიხარია. ჩვენ მალე შემოგთავაზებთ ერთობლივ პროექტს, როგორც უკვე დავაანონსეთ. კი ბატონო, მოგესალმებით ყველა წამოწყებაში. უღრმესი მადლობა.